მაშა თქვენთან ვესაუბრეთ ბავშვებსა და მას პედაგოგებს. ვისი ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება ეს პროექტი? ჯერ ძალიან მოხარული ვარ ჩემი სტუმრები რომ ბრძანდებით, ტურისტული ცენტრი ტონთიოს სტუმრები რომ ბრძანდებით. ძალიან გაგვეხარდა თქვენი სტუდიის შექმნაც და ჯერ წარმატებებს გისურვებ და მე ძალიან მოხარული ვარ იმაში რომ ესეთი მთა გაინტერესებს და ბუნება გაინტერესებს. რაც შეეხება ბავშვებს, გეტყვით რომ ეს ბავშვები არიან პროექტით იღებენ მონაწილეობას ჩვენთან, რომელიც დაფინანსებული აქვს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, რომელიც აფინანსებს ბავშვების პროგრამას და ძირითადად დაკავებულები არიან ისინი გაკვეთილების შემდეგ ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა პროფესიას, ხატვას, სიმღერას, მეცადინეობენ გაკვეთილებში და ვეხმარებით აი ამ ბავშვებს, აი ამ სადგურის დასახლების ბავშვები არიან. მათ ვეხმარებით და იმათთან მუშაობ. დაახლოებით 50-მდე ბავშვი არის და დღეს მეორე ნახევარში ყოველთვის ჩვენთან არიან ხოლმე. შემდეგ საქმიანობა პირველად თქვენს პრაქტიკაში თუ გქონიათ გასხმონიშნული? არა, პირველად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ბავშვებთან მუშაობთ და მრავალი გრანტი გვაქვს აღებული. ყოველწლიურად ბავშვებთან მუშაობთ. ეს დაახლოებით მე-5 გრანტია და გქონია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, როდესაც ზაფხულში ბიისის ხეობაში ბანაკი გვაქვს ხოლმე ბავშვების გამაჯასახ, სპორტულ გამაჯასახებელი ბანაკი და იმათთან ბავშვებთან ერთად მუშაობთ, მაგრამ წლების განმავლობაში ყოველთვის ბავშვებთან მუშაობთ. ეს პირველი არ არის. ბავშვებთან მუშაობთ. როგორც ვიცით, თქვენი ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ტურიზმი და ალპინიზმი წარმოადგენს. ისიც ვიცით, რომ მთების სიყვარული ოჯახიდანვე მოხდება. რამდენი წლის იყავით, როცა პირველად მთაში წახვედით და რას გვეტყვით თქვენს პირველ თავისუფლებას? ეს ოჯახური ტრადიცია ნამდვილად არის, იმიტომ რომ მამაჩემიც მთაში დადიოდა, ალპინისტი იყო და რაც შეეხება ჩემს პირველ წასვლას, ეს სულ შემთხვევით მოხდა, როდესაც მამასთან სტუმრად იყო ესეთი გამოჩენილი პიროვნება. იყო ასეთი პიროვნება სანდრო გვალია, რომელიც საქართველოში ალპინიზმის დაფუძნებელი არ არის, მაგრამ პირველი მოთხილამურე იყო ფაკურიანში, პირველად დადგა თხილამურეზე. ესეთი პიროვნება იყო საქართველოში სანდრო გვალია და სტუმრად გვეწვია და მან დამპატიჟა სვანეთში ალპინისტური ბანაკი იყო აილამა. მაშინ 13 წლისა ვიყავი, როდესაც წავედი სვანეთში და სხვათა შორის არ მიშვებდნენ, იქ უფროსები დადიოდნენ მთაში და არ მიშვებდნენ მე როგორც პატარას, მაგრამ ერთ ჯგუფში პატარა მწვერვალზე წავედი, გამიყოლეს უბრალოდ ჩუმად გამიყოლეს და შთაბეჭდილება იყო რაღაც ეხლაც მახსოვს, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. გავოცდი, როდესაც მწვერვალზე ავედი და სუიმას თავიდან რომ მივდიოდი, სუიმას ვიძახდი, აქ სად მოვდივარ მეთქი, მაგრამ მწვერვალზე რომ დავდექი, სხვანაირი განცდა იყო, რაღაც შთაბეჭდილება იქიდან ძალიან დიდი მწვერვალების ჩანდა, ულამაზესი მწვერვალები, თეთრი ფიფქინები და რაღაც იმ წუთში გიჩნდება, იცის სურვილი, რომ აი წახვიდე და სულ ყველასთან ახვიდე. ხო და იმის შემდეგ დავიმუხტე და იმის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი, რომ წავსულიყავი მწვერვალზე და ძალიან ბევრ მწვერვალებზე წავედი იმის შემდეგ. მაგრამ იმ წელს იმის მეტად არ წამიყვანეს მწვერვალზე. მომდევნო წლიდან უკვე 15 წლიდან დავიწყე აქტიურად სიარული. მთაში ჯგუფში ჩავეწერე და ძირითადად რუსულ ჯგუფებში დავდიოდი ხოლმე, მაშინ რუსები იყვნენ. მე ქართველები დაინტერესდნენ ჩემით და უკვე ქართველებთან ერთადაც ვაკეთებდი ექსპედიციებს პამირში, ტიან-შანში, სვანეთის ძირითად იმებზე. ვაკეთებდით ეს. როდესაც ადამიანს არ აქვს ურთიერთობა ბუნებასთან, იგი ვერ ხედავს იმ სილამაზეს, რასაც ბუნება გვაძლევს. თქვენ როგორ გონიათ ის თავდაცებლებები, რომელიცაც მთიდან ბრუნდებით, გეხმარება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში? დღეს ახლა ისეთი სიტუაცია არის ჩვენ იმაში, რომ რაღაცნაირად დაძაბული და სწრაფი დინამიკა იგრძნობა. ალბათ თქვენც აგრძნობთ არა, სკოლაში, სახლში, მეცადინეობებში. ჩვენც ესე ვართ, ძალიან დატვირთულები ვართ, მაგრამ ბუნებაში რო გავდივართ, რაღაცა კი არ გვეხმარება, უბრალოდ იქ აი სულ სხვა ატმოსფერო ეს გადაღლილები, აი ცივილიზაციით მე შვიდდებით, წდარდებით, ვიმუხტებით, დადებით, იმუხტებით და შევსებულები და სავსეები ბრუნდებით. ეს სხვა შთაბეჭდილება, სილამაზის აღწევი. ხალხი მუზეუმებში დადის სილამაზის სანახავად და ჩვენ ესეთი ლამაზი ბუნება გვაქვს.
ბუნებრივ სილამაზეს უყურებ და დამუხტულები ნამდვილად მოდივარ და ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება. თაში. ბატონო მიშა, ცნობილი რუსმოვარა ვლადიმირგის აქვს ასეთი გამოცვალება, რომ თუ მინდა ადამიანი გამოცადა მეგობრობაში, მასთან ერთად დაშემეწა. და აქვს ასეთი განსაკუთრებული თარი. მე ვისოцკისაც ვეთანხმები და მის ავტორსაც ძალიან ბევრი რამე აქვს თას საინტერესო, იმიტომ რომ თაში რომ მიდიხარ რა ადამიანი, აი მარტოდ რომ მიდიხარ მეგობრებთან ერთად, რაღაცა ესეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს პატარავდები, აი პატარა ხდები, იმიტომ რომ იმხელა ბუმბერაზი მთები არის და რაღაც ის აი ესეთი შიშივითა გაქვს, რომ თან არ გაჯობოს და გინდა თუ არა, მაინც უმეგობრდები ამ ადამიანს და ძალიან ახლოს ახარ ცდი იმ ადამიანს, რომ აი არ შეეშინდა იმის ყველანაირ ბუნებას იგებ, შიშარა არის, კეთილი არის, ბოროტი არის, რა ვიცი, აი ყველაფერს იგებს, იშიფრება ადამიანი და უფრო კარგად იცნობ, იმით რომ როდესაც ადამიანი იღლება, ნერვები ძალიან მალე ეშლება და თავის იმას ამჟღავნებს თუ ყველაფერს, მაგრამ თაში ყველაფერს იგებ პიროვნებისას და თუ ადამიანს დაუმეგობრდი, ის მთელი ცხოვრება მეგობარი იქნება და თუ რა ვიცი, წაგამართდი, მე აღარ იქნება მეგობარი და იმასთან თაში აღარასდროს აღარ წახვედი და თუ ერთხელ წახვედი თაში ადამიანთან და მეორედთან წახვედი, ესე იგი თქვენ უკვე დიდი მეგობრები ხართ და გამოსადეთ ერთმანეთი. აი ეს დადებითი თვისება აქვს თას. ალპინიზმი გარკვეული რისკთან არის დაკავშირებული. შიშის გზნობა თუ გაგვჩენიათ წვევაზე? არ შეიძლება ადამიანს რო არ ეშინოდეს რა. დუმბაძეს აქვს ესეთი ნათქვამი, რომ თუ არ გეშინია გიჟი ხარო და ალბათ ეგ არის, თაში შიშის გზნობა არის. არის რომ რაღაც უბედურობა არ მოგივიდეს და ყოველთვის დაძაბული ხარ იქ. არ შეგეშალოს თორე ესეთი შიშით რო კანკალებდე და მეშინია და თასზე წავიდე ეგერი არ არის. უბრალოდ რაღაც განცდა გაქვს იმისა, რომ რაღაცა არ შეგეშალოს, რაღაცა არ მოხდეს უბედურობა, ან ზვავი არ წამოვიდეს, ან კლდი არ წამოვიდეს. ყველაზე შიში იმის არის, რომ ამინდი არ გაფუჭდეს და ნისლი არ ჩამოწვეს და მხედველობა იყოს კარგი თორე. ალბათ თაშიც იმიტომ დავდივართ, რომ ეს შიში გადავლახოთ და ეს დაძაბულობა მოიხსნა და ჩვენ თავს ვაჯობოთ. ეს არის კარგი თაში სიარულის დროს, რომ ეს შიში მოგვეხსნას, თორე შიში ნამდვილად არსებობს, მაგრამ ესეთი საშინელი შიში ნამდვილად არ არის. როგორია? რამდენ წვერვაზე ხარ დასული და რომელ ადგილს გაიხსენებდი თავს? მწვერვალებზე, ძალიან ბევრ მწვერვალებზე ვარ ნამდვილად ასული, არასდროს არ დამithვლია. არც ვთვლიდი, იცი, არასდროს ვთვლიდი, სანამ პირველ თარიღს შევასრულებდი, ასე იყო, მაშინ კომუნისტების დრო იყო და თარიღებს ვასრულებდით ხოლმე მესამე თარიღს, მეორე თარიღს, მერე პირველ თარიღს და მერე სპორტის ოსტატობის კადრზე მუშაობდით და პირველი თარიღი რო უნდა შეგვასრულებდი და 65 მწვერვალზე უნდა ყოფილიყავით ასული. და იმ შემდეგ ნამდვილად აღარ დამithვლია. მე უკვე პროფესიონალებით გავხდი, ტურიზმში მუშაობდი და გვინდოდა არ გვინდოდა გვიხდებოდა ერთი და იგივე მწვერვალზე წასვლა ძალიან ბევრჯერ. მაგალითად, სვანეთში არის მწვერვალი ერთი მარჯანიშვილია 13 ჯერა ვარ ასული. ყირვარწმერზე ყაზბეგში რომ არის, ხო ვიცით, ლავაზი მწვერვალია. იმაზე 8 ჯერ ვარ ასული და რა ვიცი, ამდენი მწვერვალია. აი თუ შეგიჩნევიათ გორში, ყველაზე დიდი ქედი რომ აქვს. კავკასიონზე რო ჩასხობი აქედან. შეგიჩნევიათ ეგ მწვერვალი. მაგას ბუცავძელა ქვია. მაგაზე მარტო ჩვენი კლუბიდან ტუნთიოდან ერთი 10 ექსპედიცია გვაქვს გაკეთებული და დაახლოებით 10 ექსპედიციაში ერთი როარ შეწყოს ერთი 500 კაცი ყავს აყვანილი მაგ მწვერვალზე და ეგრეთი რამდენი მწვერვალებია ჭაუხებში, ძალიან ბევრი მწვერვალებია და წელიწადში ხანდახან გვიწევს ხოლმე ბევრჯერ ასვლა. ნუ დათვლით ვერ ავთვლით. არ შეეხება ახლა დამახსოვრებას. ჩემი ყველაზე სამახსოვრო მწვერვალი იყო შხარა. შხარა იმიტომ იყო, რომ მე ზუსტად ის მარშრუტი გავიარე, საცა გურამ თიკანაძე დაიღუპა. ალბათ იცით გურამ თიკანაძე ვინც იყო? ალპინისტი იყო და პირველი ფოტოგრაფი, რომელიც ფერად სურათი იღებდა და რამას სურათებს იღებდა. ალბომიც არის გამოშვებული. მე ის მარშრუტი გავიარე, საცა დაიღუპა გურამ თიკანაძე. ზუსტად ისე დავეშვით, როგორც გურამი დაეშვა და იქ მოწყდა გურამი მიჩქარა. მე როგორც მითხრეს და საერთოდ დაშვების დროს მეტი დაცვა ასაჭირო და გურამი არ გამოიყენა პალოს ენდო და ეს პალო მოუწყდა.
და წამოვიდა. ხო და აღნიშნულია ის ადგილი, სადაც გურამი მოწყდა და რაღაცნაირად სხვანაირ თაბეჭდილება იყო მწვერვალზე, რო იცოდი, რომ დიდი ქართველი დაიღუპა და იმ გზაზე მიდიხარ. ეს იყო ჩემი ყველაზე შთაბეჭდავი მწვერვალი თორე სირთულეები და განცდები ყველა მწვერვალზე მქონია. ყველა სამახსოვროა, როდესაც პირველად მიდიხარ მწვერვალზე და რთულ კედელს აკეთებ. ეს բոլო არ დაგავიწყდება კაც. მithumete ეს სხვა განცდები როცა არის. იმას ვაჩუქე ერთი ფრანკს ვაჩუქე რა ეს წიგნი. სახში კი მაქვს აქ არავა. აქ არა რომ მოგონებოდა. ეს სპეციალური მე მქონს ის თავისი ავტოგრაფით მამაჩემს ვაჩუქე. ხო. შემდეგი ბატონო, თქვენთან საუბრის შემდეგ ნამდვილად გამხდა სურვილი წავიდე საკუთარ თვალით ნახო ყოველ დღეს. პირველ რიგში რომელ მხარეს მონახულებას გურჩევ? ნუ როგორ ვთქვა, იცი, საქართველოს ძალიან ლამაზი არის და მთები მით უმეტეს და მე ერთ რაღაცას გირჩევდით, მთაში სიარული არასდროს არ მოდაიწყოთ ბუმბერაზი მწვერვალებიდან და რაღაცა. ჯობია ჯერ ჩვენი მხარით დავიწყოთ სიარული, სადაც ატენის ხეობა გვაქვს ძალიან ლამაზი. ის მხარე უნდა დავათვალიეროთ და სხვათა შორის, აი თქვენ ალბათ არ იქნებით ნავყოფები ატენის ხეობის ბოლოში არის წყალგამყოფი ქედი, რომელსაც ჯამჯამა ქვია, ესეთი და დიდი მწვერვალი აქვს, კლდოვანი მწვერვალი აქვს. და ის ასურველი იქნება თავიდან, იქიდან დაიწყოთ, გადმოხედოთ თრიალეთის ქედს, ისეთი ლამაზი არის, კავკასიონის ლამაზად აღჭას იქიდან. და შემდეგ რაღაც თვაგიჩდებათ სურვილები ხოლმე, მერე შეგვიძლია ნელ-ნელა ჩვენთან ერთად წაგიყვანოთ პატარ-პატარა მწვერვალებზე. გავიწყებთ ალბათ ჭაუხებიდან, მერე გუდამაყრის ხეობაში გვაქვს ძალიან ლამაზი მწვერვალები, საცა პატარა თქვენი ტოლი ბავშვები დაყვანს ხოლმე ყაზბეგის რაიონში შეგვიძლია, როდესაც გაიზდები და დავაშკაცდები და დაქარეთ, მერე უკვე შეგვიძლია სვანეთში წახვიდეთ და ნახოთ ის ბუმბერაზი და ლამაზი მწვერვალები, რაც სვანეთს ახასიათებს თავისი იმებით. მაგრამ საქართველოს ვერ განსხვავებს, რომელი უფრო ლამაზია და საიდან დაიწყო. საქართველოს სულ ლამაზია. ჩემთვის მთელი საქართველოს ძალიან საყვარელია, მაგრამ მე ძირითადად ალპინიზმის სვანეთში დავიწყე. მაგრამ პროფესიონალურად უფრო ვეუფლებოდი და სირთულეებს ვაკეთებდი ყაზბეგის რაიონში. ჩემთვის ყველაზე საყვარელი მხარე ყაზბეგი არის, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მეგობრები მყავს, ძალიან ბევრი ნაცნობები. თვითონ მოხევებიც ისეთი პიროვნებები არიან, ვაშკაცურები არიან, გამტანები, ცოტა მკაცრებიც არიან. სვანეთში წაყვას ბევრი მეგობრები, მაგრამ მე მაინც რატომღაც ხევი უფრო მირჩევნია თავისი ხალხით, თავისი მწვერვალებით და თავისი ტრადიციებით. თქვენ შენობაში მოგწონდა ყურადღებას საქართველოს ისტორიული ძეგლების სურათების იყო. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენსაგან მომავალთაობას არ გავუქცეთ ეს ყოველი? რა უნდა გაკეთდეს და ალბათ მე ერთ რაღაცას გირჩევთ, საქართველოს თქვენი თვალით ნახოთ. მოიაროთ მთელი საქართველოს და თქვენ თვითონ ნახოთ მისი ისტორიული ძეგლებიც, მისი კულტურაც, მისი მწვერვალებიც, მისი ბუნებაც, თორე თუ დაჯექით და მარტო ტელევიზორით უყურეთ, ეს ვერ შეგიყვარდებათ, ეს ცირა არის, შრალი ინფორმაცია აქვს უფრო ტელევიზორს და აი თქვენ თვითონ რომ შეეხებით იმ ისტორიულ ძეგლებსაც, ხელს რომ დაადებთ, სხვა თუ არაფერი, ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე მაგალითად, ყველა ისტორიულ ძეგლს ვასუფთავებთ და უვლით, გვინდა თუ არ გვინდა და თქვენ თუ ესე მოიქცევით, ალბათ სასურველიც იქნება და სასიხარულოც იქნება. თქვენ თვითონ რომ მოივლით საქართველოს და იმ ისტორიულ ძეგლებს დაასუფთავებთ. ეხლა ძალიან სასიხარულო ამბავი წამოვიდა, რომ ძირითადად ის ყველა ისტორიულ ძეგლზე და ეკლესიებში უკვე დლები იწყებენ მოღვაწეობას და ბერები და ესენი უკვე უვლიან და გადარჩება, მაგრამ არის ესეთი ისტორიული ძეგლები, სადაც მიტოვებულები არის და ხალხის მოვლა უნდა ხოლმე. გისურვებთ, რომ თქვენ თვითონ წავბრძანდეთ, იმათაც მოვარო და ნახოთ, ეს სიყვარული არ წაიშლება. მორჩა კითხვები. მე კითხვები არ იყო, მე იმით შეზადებოდი. მოდი ხსენეთ დაჭდეს, შემოკითხოს, გაიგე? და ბოლოს ის არის?
რაც შეეხება ატენის ხეობაზე გითხარით, ეგრე რა თქვი, რომ ატენის ხეობა, შობია რომ ატენის ხეობიდან დავიწყო და თუ თქვენ სურვილი გექნებათ, თქვენ სტუდიას აბზაფხულს სულ ყველას გეპატიჟებით ატენის ხეობაში, ერთიანად დავათვალიერებთ მთლიანი ისტორიული ძეგლები. ატენის ხეობაში ცნობისათვის 72 ისტორიული ძეგლია. ეს იწყება ატენის სიონიდან და მთავრდება სოფელია, სადაც თათრები ცხოვრობენ. ესეთი სოფელი ქვია ლევიტანა, სადაც ორი ისტორიული ძეგლია, ქრისტიანული, ერთი წმინდა მარიამის სახელობისაა და მეორე წმინდა გიორგის სახელობისაა. აი წელს სულ ყველას გეპატიჟებით ამზაფხულს ატენის ხეობაში და ერთად მოვინახულოთ ეს მხარეც და ალბათ საზაფხულო ბანაკიც გვექნება, სულ ყველანი ერთად ვიქნები და მე დავათვალიერებთ ხოლმე. როგორია? როგორია? თუ გინდა თქვენთვის ჩემს არავითარ მნიშვნელობა და თუ საკ ხო თუ და ეს გაიყინე ეს ყველა აქ თავისი საოცრებო მწერალი ბატონო მიშა თქვენი ოცნების მწერალი რომელი ალბათ ყველა ადამიანი უფრო დიდზე და მაღალ მწერლებზე ფიქრობს, მაგრამ მე სიმართლე რო გითხრათ, კავკასიონზე უკვე საოცრებო მწერლები აღარა მაქვს. ძირითადად ერთადერთი მწერალი დამრჩა უშბა, სადაც არა ვარ ასული, ნამდვილად მწერზე არა ვარ უშბის მწერზე ასული, ორჯერ ვარ ექსპედიციით წასული, სულ ცოტა დაგვაყდა, მაგრამ მეორე ჯგუფს უბედური შემთხვევა მოვიდა და მე დავეშვით. სულ ყველა დავეშვით იმ ჯგუფის მისახმარებლად. ეს დავრჩა უშბა და რა ვიცი, ჩემი საოცრებო მწერალი ალბათ ძალიან მაინტერესებს ევერესტზე, ასვლით უკვე ვეღარ შეძლებ ალბათ ასვლას, მაგრამ კატმანდუში ჩასვლა და იმ გარემოს ნახვა, რასაც ჰიმალაები ქვია, ეს არის ულამაზესი თავისი ტრადიციებით, თავისი დიდი მწვერვალებით და ბუმბერაზი მწვერვალებით და ის მაინტერესებს რომ ნახო. მადლობ შეგეთქვით. კატმანდუ არის ეს ნეპალშია ესეთი, სადაც სოფლიოში ყველაზე დიდი მწვერვალები არის. 7-8000 მეტრია ზღვის დონიდან მწვერვალები. აი თქვენ წარმოიდგინეთ რა სიმაღლეა. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი გვაქვს 5000 მეტრის სიმაღლისა არის მყინვარწვერი. 5400 მეტრია ზღვის დონიდან და იმ კატმანდუ არის, აი როგორც ჩვენი მყინვარწვერია ყაზბეგში, ხო? იმ სიმაღლეზე ცხოვრობს ხალხი 5000 მეტრზე, მაგრამ მწვერვალები არის უკვე 8800 მეტრზე, 14-8000-იანი მწვერვალი არის იმ რაიონში. ძალიან ლამაზი ისტორია, განსხვავებული ისა აქვთ. ტრადიციები აქვს და კულტურა აქვს. ძალიან ბევრი წამიკითხია, თუ გინდათ მე ლიტერატურას მოგცეთ, თქვენ წაიკითხეთ. იქ იყრის ხოლმე მთელი მსოფლიოს ალპინისტები. თავს და ადიან ამ დიდ მწვერვალებზე. ძალიან დიდი გამოცდილება გჭირდება, ფიზიკური მომზადება გჭირდება. ეხლა ქართველებმა შანშან ორი ასვლა გააკეთეს, ორი ჯგუფი იყო. თორთლაძის ხელმძღვანელობით და გუჯაბიძის ხელმძღვანელობით ორი ასვლა გააკეთეს, ეს ურთულესი კედლიდან გააკეთეს ევერესტზე და ეს ჩვენი გახარებაც არის, რომ ქართველი ალპინისტები ავიდნენ ევერესტზე. წინათი არ უშვებდნენ ხოლმე საქართველოს წარმომადგენლებს, მაგრამ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ნეპალის მეფე ეწვია საქართველოს, იმან რიგ გარეშე გაუშვა. სხვათა შორის ევერესტზე რო ახვიდეთ ბავშვობა, არა რიგი არის და სახელმწიფოები თავის სპორტსმენებს რო გზავნიან, რიგს იცავენ. იქ ყველას როცა უნდა ბაში კი არ არის. თარობას უთანხმდებიან და რიგში დგებიან ეს ალპინისტები და ეთქვენ რამადან დროს ჩაუბდათ და წადით. იქ მარტო მაისში და სექტემბერში ასვლის დრო ხო, დანარჩენი უწვიმები არის. და ქართველ ალპინისტებს მისცეს ამის უფლება, რომ რიგ გარეშე წასულიყვნენ, მაგრამ იმ დროიდელმა მთავრობამ საბჭოთა კავშირმა ქართველი ალპინისტები არ გაუშვა იმ დროს, მაგრამ შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და რაღაცა მოახერხეს ქართველებმა და ეხლა უკვე ინტენსიურად დადიან ნეპალშიც და ყველა ურთულეს მწვერვალებს აკეთებენ. რა ვიცი, ეხლა მე მოხარული ვარ იმითაც, რომ ჩემი პიროვნება ბიძინა გუჯაბიძე არის ესეთი პიროვნება, რომელიც ევერესტზე ავიდა და მე ვიყავი მისი პირველი მასწავლებელი, ვინც მწვერვალზე წავიყვანე პირველ მწვერვალზე და ეხლა ეს კაცი უკვე ევერესტზე ავიდა და ამით მეც რაღაც ალბათ წვლილი მაქვს ჩადებული, რომ მეც რაღაცა გავაკეთე ევერესტზე ასასვლელად. ბატონო, ჩვენი სტუდიის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისათვის. ჩვენ ვიღებთ თქვენს მიპატიჟებას. ჩვენ შემდეგი შეხვედრა შედგება ატენის ხეობაში თქვენს საზაფხულო ბანაკში. მეც
ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ გვეწვიეთ ძალიან გამეხარდა რომ გაინტერესებთ თემი და საქართველოს ბუნება და გისურვებთ თქვენ სტუდიას დიდ წარმატებებს წინსვლას და ბევრ ექსპედიციებში ჩვენთან ერთად მონაწილეობას და მთელი საქართველოს ნახვას დიდი მადლობა მომბრძანებისთვის ახლა გამოვდოთ ბატონო მიშა ჩვენი სტუდიის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისათვის ჩვენი შემდეგი შეხვედრა ალბათ შედგება ატენის ხეობაში თქვენს საზაფხულო ბანაკში მადლობა